გამარჯობათ, დღეს მინდა ვილაპარაკო ძალიან უცნაურ ამბავზე, რომელიც ფართედ არის შესწავლილი ისტორიკოსებს, როგორც წესი უყვართ ესეთი რაღაცების შესწავლა და ეს ეხება ავტობიოგრაფიას. დღეს ყველა სამსახურის მოთხოვნა საიტზე ნახავთ, რომ ადამიანები ითხოვენ CV-ს. CV არის, აქ მუშაობდი, ეს გავაკეთე და ამიტომ მინდა სამსახურზე შემოვიტანო. ავტობიოგრაფია მისი არსით არის ესეთი ტექსტი, სადაც ადამიანი ცდილობს აჩვენოს, რატო უნდა იყოს ამა თუ იმ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ავტობიოგრაფიას არ აგზავნიდნენ სამსახურისათვის, ავტობიოგრაფიას განსაკუთრებით იმ ავტობიოგრაფიებს, რომლებზედაც მინდა გესაუბროთ, საბჭოთა საქართველოში, განსაკუთრებით სტალინის პერიოდის საქართველოში ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და რატო ქონდა და რატო იწერებოდა ესე ავტობიოგრაფიები, ამაზე ცოტა ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, თემას ვერ ამოვწურავთ, იმიტომ რომ ავტობიოგრაფია ძალიან ინდივიდუალურია და მიუხედავად არსებული სტანდარტებისა, ადამიანის ეს პერსონალური დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩნდება ამ ავტობიოგრაფიაში. პირველ ყოვლისა 20-იან წლებში არის ესეთი ბუმი პარტიულ არქივებში და პარტიულ უჯრედებში, რომ ადამიანები ტარდება ესეთი პარტიული წმენდები. რაც გულისხმობს იმას, რომ კომპარტია ამოწმებს, რამდენად სანდოა ესა თუ ის ადამიანი პოლიტიკურად. ამიტომ ავტობიოგრაფია ეხება ზუსტად ამას, როგორ წარმოაჩენს ესა თუ ის ადამიანი საკუთარ თავს პარტიასთან და საბჭოთა სამშობლოსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ეს ყოველთვის ელფერი პოლიტიკური რაც ხდება ავტობიოგრაფიის წერის პროცესში გარეთ, ძალიან კარგად იგრძნობა ამ ქაღალდზეც. პირველ ყოვლისა ადამიანები იწყებენ, სტანდარტულად სად დაიბადა და როგორ დაიბადა, ეს დასამალი არ არის, მაგრამ ამის შემდგომ უკვე იწყება დიდი კონსტრუქცია, როგორ უნდა შეფუთო შენი წარსული ისე, რომ ისაღები იყო არსებული პოლიტიკური სისტემისათვის. პირველი მნიშვნელოვანი არის, რომ კლასი უნდა გაარკვიო, რომელ კლასს ეკუთვნი. თუ ავტობიოგრაფიის მწერალი ეკუთვნის მუშათა კლასს, ეს მისთვის ძალიან მარტივია, იმიტომ რომ დაწერს, რომ მუშათა კლასს ეკუთვნის და დამთავრებული ამბავია. მაგრამ თუ ეკუთვნის სხვა კლასს, ამ შემთხვევაში უკვე მას დიდი თავსატეხი უჩნდება, იმიტომ რომ 20-იან წლებში ჩვენს რეალობაში კლასობრივი იდენტობა გადამწყვეტი იყო. ამიტომ ადამიანები წერენ შემდეგნაირად, მაგალითად ის არ დაწერს ხშირად აი მაგალითად მწერლები ცდილობენ არ დაწერონ, რომ ისინი არიან ელიტური ოჯახებიდან, თავადების ოჯახებიდან და ისინი წერენ, რომ ისინი დაიბადნენ გაკოტრებული ამა და ამ სახელი და გვარის ოჯახში, რომ დედამისი იყო გლეხის ოჯახი და ამით ცდილობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ეს კლასობრივი კუთვნილება სხვა, აი ამ და ამ მიზეზებით გამო მე ისე არ ვცხოვრობდი, როგორც დანარჩენი კლასის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, აქვე მნიშვნელოვანი არის სამღვდელოება, იმიტომ რომ სასულიერო პირებიც არ იყვნენ მისაღები ამ პერიოდის საბჭოთა რეალობისათვის, ამიტომაც სასულიერო ოჯახის წევრები, შემდგომში მწერლები ასევე ცდილობდნენ, რომ ეჩვენებინათ, რომ ისინი არიან ღარიბი მღვდლის შვილები, ანუ მღვდელი, რომელიც არის არა აი ამ გავლენიანი, მიწისმფლობელი, კაპიტალისტური ქონების ნაწილი, არამედ არა, ესენი არიან ღარიბები, რომლებსაც ძალიან უჭირდათ არსებობა. ამიტომ ხშირად ამ კლასობრივ კუთვნილებას მოსდევს შემდგომში აღწერილობა, რომ აი როგორ უჭირდათ მათ ცხოვრება, როგორ ძლივს გახქონდათ თავი, რომ მამის ხელფასი არ ყოფდნენ და დედა უკიდურესად გაჭირვებული იყო და ასე შემდეგ და ამგვარად. ამიტომ კლასი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა კლასობრივ აღწერასთან ერთად ადამიანები ცდილობდნენ აჩვენონ აგრეთვე საკუთარი განათლება, ხო, აი რა განათლება მიიღეს, როგორ მიიღეს და ხანდახან განსტამჩნდება, რომ ეს ადამიანები იმ დემონსტრაციებში, რომლებიც საბჭოთა იმპერიის, რუსეთის იმპერიაში, უკაცრავად საბჭოთა კავშირი მერე იყო, რუსეთის იმპერიაში ხდებოდა, რეალურად აქტიურად კი არ მონაწილეობდნენ, უბრალოდ ახლა რამდენიმე ათასიან დემონსტრაციაში უბრალო მონაწილე იყვნენ, მაგრამ აქ აუცილებლად დაწერენ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ, რის გამოც მერე იძულებული გახდნენ, რომ დაეტოვებინათ ესა თუ ის სასწავლებელი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც როგორც ყველა ეპოქაში, ყველა არ არის ესეთი აქტიური რევოლუციონერი და გამპროტესტებელი, ძირითადი აქტივის მიღმა არის ეს ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც ამ პროტესტებს მიყვებიან, ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ავტობიოგრაფიაში აღინიშნოს.
ავტობიოგრაფიებში ამ პერიოდში აღინიშნება ზოგიერთი ცდილობს აღნიშნოს რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც იწყება ეგრეთ წოდებული კორენიზაცია, რაც გულისხმობს, რომ ტიტულარულ ერებს, ანუ ავტოქტონ ერებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე უნდა ეკავოთ ყველანაირი ძირითადი თანამდებობები, ამიტომ თუ ადამიანს ყავდა დედა სხვა ეროვნების და მამა სხვა ეროვნების, ის ცდილობს, რომ აღნიშნოს, რომ ეროვნებით, ანუ მან გადაწყვიტა, რომ არის ამ მეორე ეროვნების, ამ შემთხვევაში ქართველი და არ არის სომეხი, რაც მთელი პრობლემაა ამათ აღნიშნაში. გარდა ამისა, განსხვავებული ავტობიოგრაფიები იწერება ჩეკისტების მხრიდან, იმიტომ რომ არა მარტო რიგითი მუშები, მწერლები, მასწავლებლები, არამედ ჩეკისტები წერდნენ ამ თავიანთ ავტობიოგრაფიებს და ჩეკისტები აუცილებლად აღნიშნავენ მათ კლასობრივ კუთვნილებას და აქ ამ შემთხვევაში სიტუაცია უფრო მარტივია, იმიტომ რომ ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ან გლეხები, ან მუშები, ძირითადად გამონაკლისებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი მასა ამ სოციალური კლასიდან არის და ამის მერე ჩეკისტები ცდილობდნენ აჩვენონ, რომ როგორ ჩაგრავდა ეს რეჟიმი მათ, ანუ და როგორ უსურდათ მის წინააღმდეგ ბრძოლა და ამით უნდათ აჩვენონ, რომ ისინი ამ სისტემაში სამუშაოდ იმისთვის კი არ მოდიან, რომ კარიერა გაიკეთონ, არამედ იმისთვის მოდიან, რომ ებრძოლონ საბჭოთა სისტემის მტრებს. ამიტომ ეს მტრებთან ბრძოლა ამ ჩეკისტების ბიოგრაფიაში აპრიორულად პირველ ეტაპზე მოდის, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევაში ეს არ არის ესეთი გამოხატული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამ სისტემის მთავარი იდეაც იყო, რომ სამშობლოს მტრების წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. გარდა ამისა, ამ ავტობიოგრაფიებში ძალიან შეგვიძლია ეს ავტობიოგრაფიები რეალურად ორ ნაწილად დაიყოს. სტალინის პერიოდი, ეს არის სტალინის პერიოდის, ეს არის რას აკეთებდა ადამიანი 1917 წლამდე, ანუ რევოლუციამდე და რას აკეთებდა 1917 წლის შემდგომ. აქ ხშირად სასაცილოა ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი მათგანი 1917 წელს ცოტა მცირე ასაკის იყო, პატარა ბავშვები იყვნენ, ამიტომ ესენი აუცილებლად წერენ, რომ მე დავდიოდი სკოლაში 1917 წლამდე, რომ ვინმე არ მოედაოს მან რას აკეთებდი ამ სკოლის დროს, მაგრამ ზოგიერთი ძალიან ესეთია თავხედია და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დადიოდა, მას ჰქონდა ეს პოლიტიკური ხედვები, არ მოსწონდა ეს შექმნილი სიტუაცია და ამგვარად. საქართველოს რეალობაში აქ კიდევ ერთი პუნქტი ემატება, რასაც საქართველოს ადგილობრივი ბოლშევიკები ყურადღებას აქცევენ და განსაკუთრებით ისინი, ვინც ამ ავტობიოგრაფიებს იკვლევენ, ამოწმებენ უпростоრად, ეს არის რა შვებოდა ეს ადამიანი 1918-დან 21 წლამდე. იმიტომ რომ ხა შენ თქვა რომ 1917 წლამდე რევოლუციონერი ვიყავი, გასაგებია მთელი მათი ოპოზიცია ამ შემთხვევაში სოციალ-დემოკრატები, ვისაც საზოგადოება მენშევიკებს ეძახის, ისინიც რევოლუციონერები იყვნენ, მაგრამ მერე მათი ხედვები თვისებრივად და იყო განსხვავებული. ამიტომ საქართველოს შემთხვევაში ადამიანები 18-21 წლებზე ან გაურბიან რას აკეთებდნენ, ან საერთოდ არ წერენ, ან ამბობდნენ, რომ უკმაყოფილოები იყვნენ ამ პერიოდით. მაგრამ ეს უხერხულობა ამ პერიოდთან მიმართებაში ძალიან თვალნათელია, იმიტომ რომ ცდილობენ, რომ ზოგადად ამ პერიოდს არ შეეხონ. ლაპარაკშიც ძალიან კარგად ჩანს და ამ ნაწერებშიც, რომ არა, 1917 წლამდე იყვნენ დიდი რევოლუციონერები და მერე უცებ მოვიდა 1921 წელი. რასაკვირველია ამ პარტიულ წმენდაში, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ პარტია ამას ძალიან გულისყურით სწავლობდა და ხდებოდა ამ ავტობიოგრაფიების შემოწმება, იმიტომ რომ შენ რო ტყუილი დაგეწერა, ვიღაცას ეკითხავდნენ, ეს ნამდვილად იყო იმ დემონსტრაციაზე ნამდვილად მონაწილეობდა, ამიტომ ხშირად ეს ადამიანები, ვინც ამ ავტობიოგრაფიებს წერენ, აი მაგალითად 60-იან წლებში ძალიან პოპულარულია ქართველ ძველ ბოლშევიკების ავტობიოგრაფიებში დაწერენ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ რევოლუციურ საქმიანობაში, ან იღებდნენ მონაწილეობას ყობა ჯუხაშვილთან და სხვა რევოლუციონერებთან ერთად. ანუ რაც უფრო მეც დაწერდი, უკეთესი იყო, იმიტომ რომ ეს აჩვენებდა, რომ შენ ნამდვილად ხარ ამ რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩართული. ამას გარდა ეს ხალხი ცდილობს ამით აჩვენოს ერთგულება პარტიას და აჩვენოს ის, რომ ისინი სანდოები არიან, იმიტომ რომ მათ სუფთა ავტობიოგრაფია აქვთ, ანუ სუფთა წარსული აქვთ, მაგრამ რასაკვირველია, ერთი არის, როდესაც 1925 წელს გადის წმენდას 25 წლის ადამიანი, რომელსაც რეალურად
მისი შეგნებული ცხოვრება იწყება რევოლუციის შემდგომ და მეორე არის, როდესაც გადის 40 ან 45 წლის ადამიანი, იმიტომ რომ მისი ცხოვრება არ შეიძლება ერთხაზოვანი იყოს, ხო, ეს ცხოვრება გაცილებით მრავალხაზოვანია და გაცილებით რთულია, ვიდრე ამ ავტობიოგრაფიაში ჩანს, ხო, აი მათ პრობლემები აქვს, იმიტომ რომ აქ მე განხილვებში ყოველთვის ჩანს, რომ ის ნამდვილად არ ღებულობდა მონაწილეობას, ან არ იყო აქტიური მონაწილე, ესეც ხო დისკუსიის თემაა, რომ რას ნიშნავს აქტიური იყო თუ არა, ვინ მნახა ამ აქტიურ მონაწილეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ისეა შეფუთული და კომისია ამას ვერ ამოწმებს და ადარებს კიდევაც, ანუ მის თუ ერთმა თქვა, რომ მისი ბიოგრაფია არის თავიდან ბოლომდე ესე დაწერილი, ეს მეორესთან თუ არ მოვიდა თანხმოდრაში, მე ეს კომისია კიდევ განიხილავს, ამას რამდენად თანხმოდრაშია ეს ბიოგრაფიები. ამიტომ ეს ავტობიოგრაფია არის პარტიის პოლიტიკურ ფორმაში ყოფნის შემოწმება. აი არიან თუ არა ნამდვილად იდეური ბოლშევიკები ჩვენს რიგდეგებში და იდეურთან ერთად რამდენად შეესაბამება ამ ბოლშევიკის ქცევა დღეს დაწესებულ ნორმებს. ეს დღეს დაწესებული ნორმები განსხვავებულია. ერთ-ერთი ნორმა არის ის, რომ რამდენად უფრთხილდება ის პარტიის ოფიციალურ დოკუმენტაციას, ეს არის პარტბილეთი და მეორე არის რამდენად ასრულებს მის ვალდებულებას პარტიის წინაშე. ერთი მხრივ ეს არის რამდენად დროზე მიაქვს საწევრო გადასახადები პარტიაში, ხო არა აქვს დაგვიანება და მეორე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ღებულობს თუ არა პარტიის მიერ ორგანიზებულ მასობრივ ლექციებში მონაწილეობას. ანუ მარტო ფული გადავიხადე, პარტბილეთი მაქვს ჯიბეში და იქ ლექციები არ მაინტერესებს, არ მოსულა, შენ ლექციებსაც უნდა დაესწრო, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა და იდეოლოგიური მუშაობა შენში უნდა იყოს გამჭდარი და ამის შემდგომ შენ ხარ ღირსეული წევრი ამ პარტიის. რასაკვირველია, ამ ავტობიოგრაფიებში ჩანს ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ პარტიაში და უსაფრთხოების ქოლგაის ქვეშ მოექცენ, ესეთები ბევრი არიან, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება იმისთვის იცხოვრეს, რომ ამ პარტიული ქოლგა და ავტობიოგრაფია სუფთა ქონოდათ, ანუ სუფთა ბოლშევიკური ქონოდათ. და ამიტომ ისინი არიან ესეთი ორთოდოქსი ბოლშევიკები და ნუ გვექნება შთაბეჭდილება იმის, რომ ყველა პროპაგანდის მსხვერპლი იყო და ყველას არ უნდოდა და ძალით შრებოდა. არა, პარტიის წევრების ძალიან დიდი ნაწილს სრულიად იდეოლოგიურად სწამდა განსაკუთრებით ამ სტალინის პერიოდში პარტიისაც და ისიც რომ პარტიას შეცდომები ჰქონდა, ეს დიდი პრობლემა არ იყო. ნუ მე რა პარტიაც ცდება, მაგრამ შენ მაინც უნდა მოიქცე კარგად. ანუ შენ შეიძლება რაღაც არ გეპატიოს ამ ავტობიოგრაფიების მიხედვით, მაგრამ პარტიას შეცდომები ეპატიება, იმიტომ რომ პარტია არ არის ადამიანთა ერთობა, ეს არის წმინდანთა ერთობა, ამიტომ აქ ძალიან რთულად უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ მე ვსაუბრობ იმ პერიოდზე, როდესაც იყო სტალინი. მერე ეს კონცეფციები უკვე იცვლება და ეს ორი სხვადასხვა, ან შეიძლება სამი სხვადასხვა პარტიული ორგანიზაცია. გარდა ამისა, აქ ჩნდება მნიშვნელოვანი დეტალი 30-იანი წლებიდან, ეს არის როგორ იქცევა პარტიის წევრი ოჯახში. პარტიის წევრი ოჯახში უნდა იქცეოდეს იდეალურად და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპრომატი არის პარტიაში თუ ცოლმა უჩივლა ქმარს პარტიაში. იმიტომ რომ ძირითადად ეს პარტია კაცებისგან შედგება, აქვე უნდა დავამატოთ. რამდენიმე ჩეკისტის, აი მაგალითად ზახარ შაშურკინი იყო ესეთი ჩეკისტი, მის 1920-იან წლების წმენდაში წერია, რომ ის სცემდა ბოლშევიკ ცოლს. ანუ ის ცოლი კი არ იყო მარტო, აგრეთვე ბოლშევიკი იყო. ამიტომ ეს დიდ სასჯელს იმსახურებდა, რაზეც მე ზახარ შაშურკინის ამ ავტობიოგრაფიაში კიდევ ერთი წერილი არის, რომ ამიერიდან აღარ გალახავდა ამ ცოლს. და ეს პარტიამ მე მგონი აპატია ზახარ შაშურკინს. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად შალვა წერეთელი, რომელიც 20-იან წლებში მერე შემდგომში ძალიან დიდი ჩეკისტი გახდა, ის ამ პარტიულ წმენდაში წერს, რომ იგი შეცდომით შეიყვანა იმპერიალისტურმა ძალებმა და ამიტომ 18-21 წლის განმავლობაში არ იყო ბოლშევიკების მხარეს, მაგრამ ეს არა მისი პირადი ინიციატივა იყო, არამედ აი გარედან მოხვეული აი ამ პროპაგანდის და გავლენების, კაპიტალისტური გავლენების შედეგი იყო. ამიტომ ესეთი რაღაცებიც ამ ავტობიოგრაფიებში ხდება.
ეხლა რაც შეეხება მწერლების ავტობიოგრაფიებია ძალიან საინტერესო, რომელთა 2 ტომი გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა და ეს არის ფანტასტიკური გამოცემა, ნამდვილად უნიკალური წყაროა. მწერლების შემთხვევაში აქ კიდევ უფრო მძიმედაა საქმე, იმიტომ რომ მწერლები თუ ის პროლეტ მწერალი არ არის და ეს უკვე გასაგებია რომ როგორი მწერალიც შეიძლება იყოს, არა ცუდი თვალსაზრისით, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისით. ანარჩემ მწერლებს ძალიან უჭირთ აი ამ გაძვრნენ აი ამ ლაბირინთებში, პარტიულ ლაბირინთებში, განსაკუთრებით, იმიტომ რომ მათ სთხოვენ ჩამონათვალში რომელ ჟურნალებთან და გაზეთებთან თანამშრომლობდა ის, სად ქვეყნდებოდა მათი ნაწერები და ნუ ეხლა გასაგებია თუ ამ სხვა გაზეთში ქვეყნდებოდა, ესე იგი იდეოლოგიურად იმ გაზეთთან იყავი დაკავშირებული. ამიტომ ამ შემთხვევაში მწერლები ცდილობენ რომ გამოძვრენ, მაგრამ ალბათ არ გამოზდის ეს ბიუროკრატია უბრალოდ ხუჭავდა თვალს განა ის რომ იმან ისეთი ავტორი ბიოგრაფია დაწერა რომ მოატყუა ცეზორი, უბრალოდ ბიუროკრატია. ამ თქვა რომ ეს არ უნდა იყოს იქ, არ უნდა რეპრესირდეს, არ უნდა დაიხვრიტოს, თორე სხვა შანსი არ არის, ისინი უბრალოდ ჩამოთვლიან ხოლმე ამ ჟურნალებს მითითების გარეშე, რომელი სტატია დაწერეს, რომელი ლექსი დაწერეს. სამაგეროდ აი პროლეტ მწერლები, რომლებიც 20-იან წლებში მერე მოდიან და აქტიურობენ, ისინი წერენ რომ ჩვენ დავწერეთ დაუშვათ გაზეთი მუშასთვის ესა და ეს სტატია გამოქვეყნდა ამა და ამ გვერდზე, ანუ სკოლიო მოწესრიგებული აქვთ ყველაფერი, იმიტომ რომ ეს მათ პოლიტიკურ უსაფრთხოებას და პოლიტიკურ სანდოობას ხელუხლებელს ხდის. ну მათ ეგონათ რომ ხელუხლებელს ხდიდა, იმიტომ რომ 30-იან წლებში ეს ყველაფერი სხვანაირად დატრიალდა შემდგომში, მაგრამ ეს მუშაობდა ესე. ამიტომ ავტობიოგრაფიები ამ პერიოდში არ არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სანდოობის შემოწმება, ეს არის აგრეთვე მუდმივი კომპრომატი სახელმწიფოს ხელში, რომ როცა დასჭირდება, მაშინ გამოიყენებს ამ ავტობიოგრაფიას შესწინააღმდეგ. ამიტომაც სხვადასხვა პერიოდში წმენდის დროს თუ ესა თუ ის პოლიტიკური აქტორი წერდა რომ სიტყვაზე ის მიეკუთვნება ამ ჯგუფს, რეპრესიების დაწყებასთან ერთად მაგალითად ტროცკისტებს დაუდგათ მძიმე ბედი 20-იანი წლების ბოლოს, როდესაც ტროცკი უკვე დატოვა საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ მათ პარტიის წინაშე მოუწიათ ახსნა, რომ რა უნდათ ტროცკისტთან, იმიტომ რომ პარტიის გახსნა ხო ესე არსებობს ერთი ჭეშმარიტი ხაზი და თუ შენ ამ ხაზს ოდესმე გადაუხვევ, შენ მტერი ხარ ახლა. იქ ვინ ეთანხმებოდა და ვინ არ ეთანხმებოდა მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ამ ხალხს ძალიან უჭირდა ამ იმასთან შეგუება და ამის გადაწერა, ამიტომ ისინი ცდილობდნენ, რომ ამ დროს მხოლოდ თანამდებობა მიეთითებინათ და ზოგიერთი პირდაპირ წერდა, რომ მე არ მომწონდა მაშინ ტროცკის ეს ქმედებები, მაგრამ იმის გამო, რომ მისი მეშინოდა ხმას ვერ ვიღებდი. ამიტომ ესეთი რაღაც ხდებოდა, ამიტომ აი ამ პარტიულ ელიტაში მიმავალ ხალხისთვის ეს ბიოგრაფიები ძალიან რთულია. მაგალითად ლავრენტი ბერიას, როდესაც ის დააპატიმრეს, ძალიან დიდხანს ედავებოდნენ იმას, რომ მას რატო არ ჰქონდა ასახული მის ბიოგრაფიაში, რომ ის მუშაობდა მუსავატისტებთან დაზვერვაში. და ნუ ეს ვერ ამბობდა, რომ მე იქ შემაგზავნა პარტიამ, თორე ისე მე იქ რა მინდოდა და ასე შემდეგ. ანუ ეს წარსული საბჭოთა ავტობიოგრაფიებით არის მთავარი კომპრომატი ადამიანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ შენ თუ არ შენი წარსული განაპირობებს შენს დღევანდელობას. ამიტომ არის ყველა რო ცდილობდა რომ წარსული ქონოდათ სუფთა, იმიტომ რომ რაღაც წარმოუდგენელად სუფთა ხანდახან, იმიტომ რომ ეს იყო შენს უსაფრთხოებასთან და შენს პირად გადარჩენასთან დაკავშირებით. აქვე მნიშვნელოვანი არის ენა, რა თქმა უნდა, როგორ ენაზე იწერება ეს. აქ ძალიან კარგად ჩანს ადამიანების განათლების დონე, იმიტომ რაც უფრო განათლებულია ნაკითხი ადამიანი, მისი ენა განსხვავებულია და რაც უფრო აი მაგალითად პარტიის ფუნქციონერების ავტობიოგრაფია რო ავიღოთ ჩეკისტების და მწერლების, გასაგებია რომ მწერლების ბიოგრაფიები ხანდახან რომანებით იკითხება, მხოლოდ ესეთი გაწაფული თვალი თუ მიხვდება თან ისიც რომელმაც მწერლის ბიოგრაფია კარგად იცის, სად ცდილობს თავის არიდებას, სად არა. პარტიული ფუნქციონერი უფრო გაიძვერა ავტობიოგრაფიას წერს, იცის ზუსტად საიდან უბერავს იმ წუთას სიო, წარსულსაც იმ სიტყვები წერს, როგორიც უნდა რომ პარტია მოისმინოს, აწმყოსაც და მომავალშიც ესე ემსახურება. ჩეკისტები ყველაზე, როგორ გითხრათ, ბანალურები არიან, იმიტომ რომ
მათ ეს წერის გამოცდილება არ აქვთ, მათი მოსაზრებით ეს მათი საქმე მაინც და მაინც არ არის, ამიტომ ყველაზე ბევრი კომპრომატი და ყველაზე ბევრი იაღლიში ზუსტად აი ამ ჩეკისტების ბიოგრაფიებში. ამიტომ ავტობიოგრაფიები მნიშვნელოვანი წყაროა ისტორიისთვის, იმისთვის რომ გავიგოთ ადამიანის, პოლიტიკური პარტიის და სახელმწიფო ინსტიტუტების ერთმანეთთან არსებობა და როგორ წარმოუდგენია ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ადამიანის სურვილი როგორ უნდა შეაფასოს ინსტიტუტმა ის. ეს პროცესი ზევიდანაც არის და ქვევიდანაც, ამიტომ თუ ვინმეს გაქვთ ეს ავტობიოგრაფიების სახში, ნუ გადააგდებთ მას, შეინახეთ, ან ბიბლიოთეკაში ჩააბარეთ, ან არქივში ჩააბარეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა.